ქველმოქმედებიდან სახალხო დღესასწაულამდე ქუთაისში გვირილობა იზეიმეს. ქუთაისობის საუკუნოვანი ისტორიას ყოველწლიურად აგრძელებს ამ დღესთან დაკავშირებული ტრადიციები. განსაკუთრებულ სილამაზეს კი ქალაქს განუყოფელი სიმბოლო გვირილების წენს. დღესასწაულმა სხვადასხვა ეპოქაში ფორმა და სახე არაერთხელ შეიცვალა, თუმცა უცვლელი დარჩა მთავარი იდეა. ეს დღე ქუთაისისთვის ერთიანობის, სითბოსა და ზეიმის სიმბოლოა. გვირილობა აერთიანებს ქალაქს და მის სტუმრებს. ძველი ტრადიციების გაგრძელებით კი ქუთაის განსაკუთრებულ ხიბლს წენს. ნატა ტაბიძისა და გიორგი კიკვაძის რეპორტაჟი. პირველი გვირილობა ქუთაისში 114 წლის წინ ჩატარდა და დღემდე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. თეთრი გვირილის დღესასწაული შვედეთში დაარსებული დღეა, რომელიც ტუბერკულოზით დაავადებულთა დახმარებას ემსახურებოდა. ეს დღე 1912 წლის 20 აპრილს აღინიშნა პირველად ქუთაისში. მაშინ წმინდა ნინოს გიმნაზიის მოსწავლეები ქუჩებში გვირილებს ყიდდნენ, შემოსული თანხით კი დაავადებულებს ეხმარებოდნენ. 3 წლის განმავლობაში სამჯერ ზედიზედ ჩატარდა ეს დღესასწაული, შემდეგ კი მრავალწლიანი პაუზის შემდეგ მე-20 საუკუნის 90-იან წლებში აღდგა. მაშინ გვირილობა და ორმაისობა ერთმანეთს დაუკავშირდა და ქუთაის ქალაქობის დღესასწაულად გადაიქცა. მოამბე რეგიონები სპეციალურად ქუთაისიდან ამ დღის შესახებ მოგიყვებით. პირდაპირ გიმნაზიელ გოგონებს შეხვდები და არა მარტო გოგონებს, ბიჭებსაც. ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანია ეს ფორმები, რომლებიც ახლა დღეს მათ აცვიათ და საინტერესოა თვითონ თუ იციან ამის შესახებ. რას აღნიშნავს ეს ფორმა თუ იცით და რატომ გაცვიათ? ეს ფორმა იმიტომ გვაცვია, რომ ძველ დროს მესამე სკოლის გიმნაზიელები, გოგონები დადიოდნენ ქუჩაში და გვირილებს ყიდდნენ. ახლა ჩვენს გვინდა რომ გავახსენოთ ეს დრო ხალხს. და რას აკეთებთ ამისთვის? დღეს უნდა დავარიგოთ გვირილები, გვაგზავნებთ მაშინ რომ ჩამოვიაროთ და ხალხს დავარიგოთ. და ესეც თქვენ. ძალიან დიდი მადლობა გვირილობის დღესასწაულზე, მე შემხვდა გვირილა. უღრმესი მადლობა. ქუთაის ქალაქობა აი ასეთ თანამედროვე სახეს მიიღებდა უკვე ძალიან ბევრი წელი, 100 წელზე მეტი აღინიშნებოდა და ამის შესახებ მერაბ კეზევაძე ისტორიკოსი ვსაუბრობ ჩვენთან ერთად. ბატონო მერაბ, რა მაინტერესებს? გვირილობაა ეს, ქუთაის ქალაქობა თუ ორმაისობა? ყველაფერია. ჭეშმარიტებას ვსანებ, სამივე დღესასწაულია, უკვე ბოლო 20 წელია ფაქტობრივად ქუთაის ქალაქობამ, რომელიც 2008 წლიდან განახდა და დღევანდელი სახე მიიღო, ორი ძველი ტრადიციული დღესასწაული გაერთიანა. გვირილობის და ორმაისობის. მეხსიერება ქალაქის ეს ამ 3500-იანი ქალაქის. ორმაისობა ძალიან დიდი დღესასწაული იყო. ეს პერიოდულად ხანდახან დავიწყებას მიეცებოდა, მათ შორის 80-იან წლებში და კიდევ ერთხელ დავიწყებული იქნა, მაგრამ 2000 წლიდან ესეც ამ დიდ დღესასწაულში, როგორც მოგახსენებთ, ქუთაის ქალაქობაში და ხედავთ, რომ მთელი ქალაქი აღნიშნავს, ზეიმობს და მჯერა რომ ეს ტრადიციულად გაგრძელდება ძალიან დიდხანს და დიდხანს. წერნობისას ასეთი საჩუქარი მივიღე, რომელსაც გვირილობა ქუთაისში 2026 აწერია. თუმცა წელს ნამდვილად არ არის ეს ფოტო გადაღებული და თავად ის ადამიანები მოგუყვებიან, ვინც დაბეჭდეს ეს ფოტო. გამარჯობა ბავშვებო, ვინ ხართ და რატომ გადაწყვიტეთ, რომ ეს ფოტოები დაგერიგებინეთ? ჩვენ ვართ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები და გადავწყვიტეთ, რომ დაგვემზადებინა ეს მცირე საჩუქარი ხალხისთვის. აქ არის გამოსახული პირველი გვირილობის დღესასწაული, რომელიც ჩატარდა 1912 წლის 20 აპრილს. როგორი რეაქციები ჰქონდათ ადამიანებს ამას რომ ჩუქნით? ჩვენ მართლა ძალიან გაგვიხარდა. კი, ყველას ძალიან მოეწონა. ისიც გავხარდა, რომ ისტორიული ფოტო იყო აღნიშნული და გვინდა რომ ეს ინფორმაციას გაგვესწრებინა და ანუ კარგი რეაქცია ჰქონდა ყველას და მოეწონა ძალიან ყველას. არსად ისე არ მღერიან როგორც აქ ამ ქვეყანაში. არ კოცნიან ისე ბნები
ძალიან განსაკუთრებული და ძვირფასი ენერგეტიკა არ არის მარტო ქალაქი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არიან ის ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ. ქუთაისელები თავიანთი საოცარი იუმორით, თავიანთი სტუმარმასპინძლობით და სიყვარულით და დათო ლიკლიკაძე რო არ გვენახა ისე ამ ქალაქში. გენაცვალე, ძალიან დიდი მადლობა. რა კარგად თქვით, იცი, მართლა ეს ყველაფერი რაც ეხამდე ადამიანი არის ყველაზე მთავარი და თვითონ რეზო გაბრიაძეც ამბობდა, რომ მეო იმაზე დიდი მწერალი არა ვარ, ვიდრე ამ ქალაქის და ეს ადამიანებიაო, იმიტომ რომ მეო ამ ყველაფერს მადანივით ვიღებ ამ ადამიანებისგან, უბრალოდ მე კარგად ვწერ ამ ყველაფერს, ამის არ ვიგონებო, მართლაც ასე იყო. ესეთი ეს არის ეს გადაპრანჭული და კუდაბზიკა ქალაქი. ევროპული დღესასწაულის პირდაპირ ევროპული, იმიტომ რომ ეს გადმოვიღეთ შვედეთიდან, გერმანიიდან, პარიზიდან, ჯერ კიდევ კატო მიქელაძემ და ჯერ კიდევ გიმნაზისტებმა, რომლებმაც სწორება ჰქონდა პირდაპირ საფრანგეთსა და ევროპაზე, მე-19 საუკუნის გადმოღებული, გადაპრანჭული დღესასწაულია, რომელსაც ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, ძალიან სერიოზული ვიდრე ზეიმი და კეიფი და დროსტარება. ქუთაისში პატივი რო გცენო, და კარგად გაცინონო და ისე უნდა გამოგიშვანო და მართალი? ხო, კი. არა, სიცილით ძალიან ბევრი რაღაცა კეთდება. ეს არის საოცარი მონაპოვარი ამ ქალაქის, ეს იუმორი, რომელიც არ არის ახალი, რომელიც იყო ყოველთვის ეს ენამოსრებულობა შეიძლება ვიღაცამაც კარგად იხუმროს, მაგრამ ესენი ამბობენ ჩქარა, საჭირო დრო, საჭირო ადგილზე. ქუთაისში გვირილობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული იყო და ყოველთვის ძალიან მხიარულად ხვდებოდით ამ დღეს და ძალიან ბევრი რაღაცები იგეგმებოდა ყოველთვის. ძირითადად მაინც პატარების გამხიარულებას ვცდილობთ. ძირითადად გვირილებს იხატავენ დღეს. ქალაქობაზე მხოლოდ ქუთაისელები არ არიან შეკრებილები. აი პარკის გადაღმა ქუჩაზე ძალიან ბევრი დახლია, სადაც იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული მეწარმეები არიან გამოფენილები. საჩხერეს ვესტუმრად, ბატონ კახა, გამარჯობა. გამარჯობა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესოა თქვენი დახლი, რა გაქვთ წარმოდგენილი? ხელნაკეთი ნივთები, ძირითადად სასმისები და აქსესუარები. რომელია განსაკუთრებული და განსაკუთრებული არის აი ეს საქართველოს ფორმის უკა ქვევრით. ეხლა მითხარით როგორ მეგობრობთ ქუთაისელები და საჩხერები? შეფერხების გარეშე. შვიდად, ბედნიერად. ქუთაის და ქუთაისელებს გამოარჩევს თქვა სხვა ქალაქებში. მე პირადად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სტუმარმასპინძლობა, ქუთაისური დიდი სიყვარული არ აკლია საქართველოში არც ერთ ქალაქს, აქ განსაკუთრებულად იციან ეს. ეს არის აისის გათენების აია, ქუთაია, აია ქვია და როცა ვინმე ამბობს ქუთაის ხიზიანდები, იმიტომ რომ არ იცის ქუთაისის არც სახელი არც ამ სახელის წარმომავლობა, რომ აისის მზის ამოსვლის ქალაქია, მზის ქალაქია და სიყვარულის და სტუმარმასპინძლობის და თელის სიკეთის. ყველა საქართველოა მთლიანად და რაღაცნაირად ვცდილობ, რომ ვიყოთ ჩვენ პატარა სიმბოლო მთელი საქართველოსი ამ დიდი სიყვარულის. ქუთაის ქალაქობაზე ყველა ასაკის ადამიანს შეხვდებით. ყველა თაობა გამოშლილია და დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო აქაურები, ადგილობრივები, რეგიონებიდან და თბილისიდანაც არიან სტუმრები ჩამოსულები. და აი ამ ხალხმრავლობაში თვალს მაინც აი ეს ახალგაზრდები მჭრიან. ვინ ხართ? გამარჯობა. გამარჯობათ, მოგესალმებით. ჩვენ ვართ ქუთაისელები, რა თქმა უნდა და წარმოვიდგენთ ქუთაისელ არისტოკრატ ქალბატონებს, მე და მარი. იგივე რაც ნიკე და ბრიტა და ჩვენ ვართ აქ წარმომადგენლები ქუთაისური ელეგანტურობის, ქუთაისური გრაციოზულობის და ყველაფერი საუკეთესოსი. მითხარით ერთი სიმღერა, რომელიც ყოველთვის ქუთაისთან ასოცირდება. იმერული. ისმენთ. პატარა გოგო იმერელო სიბარია ჩემს ოსაში გრასიადო მოგიბარია არ მომიბარავს მიყავნია ეხლა შემია პატარა გოგო სიყვარული ოხრა ძნელია 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 ოხრა ძნელია პატარა გოგო სიყვარული ოხრა ძნელია
ძნელია ძნელია ოხრა ძნელია პატარა გოგო სიყვარული